თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ოსური კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა. საღამოს ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა თანადგომა. იდეა ეკუთვნოდა სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგს მადინა ტეხოვას. არ ჟღერდა არასდროს კლასიკური მუსიკა ოსური, როგორ იცით, როცა იწერებოდა თავის დროზე, ახლა ამთავრებდნენ კონსერვატორიაში, ბევრმა დაამთავრა ცხინვალელი კომპოზიტორები, თბილისის კონსერვატორია და იმ დროს რო წერდნენ ან სადიპლომო ნაწარმოები რაღაცა, იმ დროს კი შეიძლება გაჟღერდა, მაგრამ აი ასეთი მასშტაბით კონცერტის სახით ეს არასდროს არ გაჟღერებულა. ოსი და ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილი კლასიკური ნაწარმოებები საქართველოში ამ მასშტაბით მაყურებელმა პირველად მოისმინა. საღამოზე სახელმწიფო კამერული ორკესტრის, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელას და სხვა შემსრულებლების მიერ აჟღერდა ალბოროვის, გაბარაევის, ხაბალოვას, პლიევის, მაჭავარიანის, აზარაშვილის, ჩლაიძის და დურგლიშვილის ნაწარმოებები. შესანიშნავი ღონისძიება გამოვიდა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ მადინა ტეხოვას, რომ ასე მოუყარა თავი ოსურ ნაწარმოებებს, ოსი კომპოზიტორების დაწერილი ნაწარმოებებს და გადმოგვცა და მოგვასმენინა. ქალბატონი ჟანა პლიევას, რომლის ნაწარმოებებიც მოვისმინეთ, ჩემი ყოფილი დირექტორი იყო, მეც სწავლობდი მუსიკალურ სასწავლებელში ცხინვალისა, იქიდან მოვდივართ.